გვეამაყება, რომ ზუგდიდი ასეთ მდგომარეობაში არის. რამდენი კაცი იქნება აქ გვინახავს ჩვენ ათასობით ადამიანიც, გვინახავს ასობით ადამიანიც, მაგრამ თავარი არის, რომ ეს პროტესტი მიმდინარეობს, ის არ გაჩერდება. ჩვენ ახლოს ვართ გამარჯვებასთან, თუმცა ყველამ კარგად იცით, რომ არ აყავს იოლი მეტოქე, მიუხედავად იმისა, რომ შეგვიძლია უარყოფითად და იოლად დავახასიათოთ, ციგნებზე უნდა ვილაპარაკოთ დღეს და აი ციგნებთან ცოტა მოიკოჭლებენ ჩვენი მეტოქეები სამაგიეროდ, გადასარევად იციან ტაქტიკის საკითხები, რუსეთის მთელი ოფიცრობა აქ ყავთ და ყველაფერს სწავლობენ. აღარ წვენიათ არაფრის. ამ დღეებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ მას ჯერა რომ რუსები ვაჟკაცურად ეომებოდნენ ფაშისტს და ახლა ვაჟკაცურად ეომებიან უკრაინას. ეს სიტყვები ითქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან, რის გამოც იგი თავის დროზე, თავის ადგილს მოიპოვებს იქ, სადაც მეც ყოფილ ვარ ეგრეთ წოდებულ ნარებზე. იმიტომ რომ ეს სამშობლოს ღალატის განსაკუთრებული ფორმა, საჯაროდ დადასტურებული, ის ჩვენს ოკუპანტს თურმე გულშემატკივრობს და თურმე ამისით ხმას შეუძლია და თურმე ამისი არ წვენია. ეს უბრალო ამბავი არ არის და მოგეხსენებათ, ამას ყველაფერს თავისი გაგრძელება ექნება. ეხლა მინდა იმ ორ წიგნზე გითხრათ, რომლითაც მე მინდა წარმოვდგეთ თქვენს წინაშე. მე ბედნიერი კაცი ვარ, იმიტომ რომ პირველად არ ვარ ზუგდიდში ამ მისიით. მქონია აქ წიგნები წარმომიდგენია და კარგად წავიდა ის წიგნები მერე, ესე იგი ზუგდიდს შესანიშნავი ფეხი აქვს, ასე თქვა და მე თვითონაც გადასარევი ფეხი მაქვს, იცოდეთ თუ გასათხოვარია, ვინმე ყველა თხოვდება. მე რო ეროვნულ ბიბლიოთეკაში მივედი, 800 ქალი მყავდა და უმეტესობა გაუთხოვარი იყო, მაგრამ იკითხეთ ჩემი 6 წლიანი მოღვაწეობის მერე რა მოხდა ეს. ამ თვალსაჩინო კარგი ფეხი მაქვს ნამდვილად. ორი წიგნი მაქვს წარმოდგენილი. პირველს ქვია ჩვენები. მოგეხსენება, ჩვენ როგორი უცნაური ხალხი ვართ. ახლა მე ვარ ძველი კოლხეთის მიწაზე, თქვენ იცით რა არის ეს, რას წარმოადგენდა კოლხეთი. იმ დროს, როდესაც საბერძნეთი დანაწევრებული იყო პატარ-პატარა ქალაქ სახელმწიფოებად, კოლხეთი იყო იმასთან შედარებით უზარმაზარი სახელმწიფო, რომელიც მოიცავდა დღევანდელ აფხაზეთს მთლიანად და ცოტა იქითაც ვიყავით აბაზებისკენ გადასული, მოიცავდა ბუნებრივია იმ ტერიტორიას, სადაც ახლა ვართ ჩვენ, ანუ დღევანდელ სამეგრელოსაც, ხელს იმერეთს და ოდნავ გადასული იყო ლიხს იქითაც კი. რაც შეეხება სამხრეთს, აქ სამხრეთზე ძალიან სერიოზულად ტრაპიზონი და სხვა ტერიტორიები მთლიანად შემოდიოდა, ასე რომ ძალიან სერიოზული ტერიტორიიდან ვიყავით წარმოდგენილი იმ მითოში, რომელიც არის ერთადერთი საინტერესო მითოსი მსოფლიოსთვის. თქვენ იცით, რომ ყველა ხალხს აქვს რაღაცა მითი, მაგრამ არავინ არასოდეს არ შეისწავლა სხვა ხალხების მითები, მათ შორის შუამდინარეთის მითებიც კი არ აღმოჩნდა ისეთი საინტერესო, როგორც არის ბერძნული მითოსი. ეს მოხდა იმიტომ, რომ ყველა სხვა მითოსი სავსე იყო მაგიით და მაშინ, როდესაც ბერძნულ მითოში მაგია არ არის. ამას წინათ ერთი სახელმძღვანელოს თარგმნით და მალე გამოვა სხვათა შორის სწორედ ინტელექტი გამოსცემს. ეს არის ჰამილტონის მითოლოგია, უზარმაზარი დიდი წიგნია, საინტერესო წიგნი იქნება ჩვენი სინამდვილისთვის ქართულ ენაზე და იქ ნათქვამია, რომ სულ მაგია ბერძნულ მითოში არის ორი ადამიანი. ერთს ქვია მედეა, მეორეს ქვია მამიდამისი, ანუ მოგეხსენებათ, მასზე ახლა წიგნებიც იწერება, ერთმა ჩემმა ამერიკელმა სტუდენტმა დაწერა წიგნი და ერთი სიტყვით არ თქვა, რომ ის ქალი, რომელიც ოდისევს უყვარდა, სინამდვილეში ქართველი რო იყო და არა ბერძენი. საერთოდ აიეტესის ოჯახი 4 ადამიანი არის. აიეტესი, რომელსაც ყველა ვიცნობთ, ეხა კოლხეთის მეფე, მედეას მამა. ამის მერე არის მისი ძმა პერსესი, ეგ ცუდი კაცი იყო, მაგან ძმა ჩამოაგდო ტახტიდან, მაგრამ არაუშავს მედეამ მოუსწრო და სწრაფად დაუმთავრა, ასე ვთქვათ, სასიცოცხლო არსებობა. მისი და კირკე და მისი და ასიფაე. აი ეს 4 არსება
აქედან 3 არის უნიშნელოვანესი ხალხი ბერძნულ მითოში. საქმე ის არის, რომ ბერძნები აქ რომ ჩამოვიდნენ, წააწყდნენ აქ ისეთ სიმაღლეს, ისეთ ცივილიზაციას, რომლის დასმული ამოცანების გადაწყვეტა მათ არ შეეძლო. ვერავითარ შემთხვევაში ვერანაირი ბერძენი კაცი ვერ გადაწყვეტდა იმ ამოცანებს, რომელსაც აიეტესი სახავდა, იმ უბრალო მიზეზით, რომ იმათი ცივილიზაცია ამ ცივილიზაციას ჩამორჩებოდა. როგორ ხატავენ ახლა ჩვენ ცივილიზაციას, ამბობენ რომ ისინი ითხოვენ, ანუ ჩვენი მხარე თხოვდა ბერძნებს, რომ თუ გინდათ ოქროს საწმისი, ამისთვის თქვენ აუცილებლად უნდა ცეცხლის მრქვეველი ხარების მეშვეობით მოხნათ არესის ველი, დათესოთ დრაკონის კბილები, გაუსწორდეთ იქიდან ამოსულ გმირებს და ასე შემდეგ. იასონი ამის გამკეთებელი არ იყო. ამის გაკეთება შეიძლებოდა მხოლოდ ერთი გზით, თუკი ჩვენს რიგებში ვიღაცა აღმოჩნდებოდა ისეთი, ვინც მას დაეხმარებოდა და სულ მითოსი სავსეა იმით, რომ ქართველ ქალებს მოწევთ ბერძენი კაცები. ეს არის დღევანდელი გადასახედიდანაც რომ შევხედოთ, შემაწუხებელი ამბავი არის, მაგრამ ასე ხდებოდა. მაგალითად, არიადნეს, რომელსაც დედა ქართველი ყავდა, პასიფაეს ქალიშვილია, მოწონდა პერსევსი, მერე მოწონდა დიონისოსი, ფედრას, რომელიც ასევე ქართველი ქალის შვილი გახლავთ, მოსწონდა თავისივე ქმრის, ასე ვთქვათ, ანუ გერი მოწონდა იპოლიტოსი და ასე შემდეგ. მოკლედ, მედეას მოეწონა იასონი. რა იყო გასაკვირი ამ იასონმა, მთელი საბერძნეთი ჩამოიყვანა აქ, ძალიან დიდი გმირი იყო, მნიშვნელოვანი ფიგურა იყო, ჩვენ ქალს მოეწონა და ეს პირველი შემთხვევა არ არის. ჩვენი მითოსი, ვინც იცის, ქართული მითოსი ემახსოვრება იმას, რომ როდესაც ამირანს ყამარი მოეწონა, ყამარის მამა არ იყო თანახმად. და მოხდა ბრძოლა ამირანსა და ყამარის მამას შორის და ყამარი, რა თქმა უნდა, იყო არა მამის, არამედ საქმროს მხარეს. და ლექსად ასეა ნათქვამი, რომ მაღლა კინუსცემს სპილოსა, დაბლა შემოჰკავ რბილოსა. ანუ სტრატეგიას ასწავლიდა, სად უნდა შემოეგრა, რომ მოეგო. ამაზე გამწარებულმა კაცმა თქვა და მეც მისი სიტყვები, რომ მეც ქალიშვილის მამა ვარ და მეც წარმომიდგენია ვინმე სიძესთან ბრძოლა რომ მომიწიოს, რას ვიტყოდი. აი რა თქვა ქართველმა კაცმა. შეხედეთ ბრიყვსა ქალასა, ქმარ ურჩევნია მამასა, ქმარი ხეს ფოთლებავ ასხავ მამას ვინ მისცემს მაგასა. ანუ ქმარი რა პრობლემაა, რასო ქმრისმეტი რა იქნება, ფოთლებივით ასხია ხეს. ერთ ქართველ პოეტს 8 ქმარი მარტო პასპორტში ყავდა ჩაწერილი და დანარჩენებზე ლაპარაკიც არ არის. რატომ მოხდა ასე? რატომ იყო რომ ჩვენი ქალები ასეთ არჩევანს აკეთებდნენ? იმიტომ რომ ჩვენ ექს ორიენტე ლუქს, ანუ აღმოსავლეთიდან მოდის სინათლე. ჩვენ პირველებმა აღმოვაჩინეთ, რომ სოლქმრობა, არჩევანი და სიყვარული უფრო მაღლა დგას, ვიდრე სისხლით ნათესაობა. დღეს ეს ჩვეულებრივი ამბავია. მე რო ახლა ზუგდიდში გავწირდე და აქედან გამასვენო, ჩემი სახლი ჩემს ცოლს დარჩება და არა ჩემს ძმას. იმიტომ რომ მოგეხსენება კანონი ამბობს, რომ სოლქმრობა, კანონი, ფიცი, ხელშეკრულება, ურთიერთჩენის ვალდებულება ეს უზარმაზარი მონაპოვარია კაცობრიობის, რომელიც უფრო მაღლა დგას, ვიდრე უბრალო სისხლით ნათესაობა. ეს ამბავი ევროპამ არ იცოდა. იმ დროს, როცა ჩვენ ეს ვიცოდით, ანტიგონემ თქვა, რომ ქმარი ვინ არის, შვილი ვინ არის, მე ძმის გამო გავწირავ თავსო. ანუ სისხლით ნათესაობას უფრო მაღლა აყენებდნენ. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, სანამ ესკილემ მე-5 საუკუნეში არასწავლა ის, რაც ახლა ჩვეულებრივი წესი არის. მოკლედ, რისი თქვა მინდა ხდები, ცივილიზაციური სიმაღლე, რომელიც ჩვენ გქონდა, არქეოლოგიურად ჩვენ დადასტურებული არ გვაქვს. მე ისე მივდივარ, რომ მაგას ვერ მოვესწარი, იმიტომ ერთად შევთავაზე, რომ ამერიკელები 100 მილიონად გადაიღებენ ყველაფერს და გვეტყვიან სად რა არის და სადაა გასათხრები და იმ კაცმა თქვა, სად მათ მე 100 მილიონი. 100 მილიონი მარტო ესე იგი სათამაშო ბიზნესში რამდენიმე დღეში იშოვება საქართველოში და სულ იმ კაცის ჯიბეში მიდის სხვათა შორის, რომ იცოდეთ.
ძალიან სხვების ჯიბებს, ძალიან იოლად ცდება ხოლმე. ერთი სიტყვით, ჩვენ ვართ ხალხი, რომელსაც ყავს წარმომადგენლები ბერძნულ მითოში და ამის შესახებ ჩვენ არც ვტრაბახობთ, არც ვიცით და არც არაფერს არ ვამბობთ. წარმოიდგინეთ, ჩვენ მეზობელი ხალხი ყავს და ერთი უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ უზარმაზარი სამყაროს, რომელსაც ქვია კრეტა მიკენური ცივილიზაცია. დედოფალი იყო ქართველი ქალი. ჩადიან ქართველები ირაკლიონში, მიდიან მუზეუმში, მიდიან გათხრებზე, პოულობენ იქ სასახლეებს და პოულობენ მაგალითად დედოფლის აბაზანას, ამბობენ დედა რა ლამაზია და ერთი წამით არც წარმოდგენა ჩვენ ტურისტებსაც კი არ აქვს, რომ ქართველ ქალზეა ლაპარაკი. ვიღაცაზე კი არა, პასიფაიაზეა ლაპარაკი. თბილისში არის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ქუჩა, ძალიან კარგი. არის რეიგანის ძეგლი თქვათ გადასარევი. მაგრამ ერთი პატარა სკვერი პასიფაეს არ ეკუთვნის. არაფერი არ ვიცით ამ ხალხზე. არც კირკეზე, არც პასიფაეზე, არც მათ შვილებზე. ძენი გონია. ეს იყო ქართული და ბერძნული მითოსების შერწყმა, ეს იყო მინოსი ზევსმა რომ მოიტაცა ევროპე, რომელმაც ჩვენს კონტინენტს მისცა სახელი, იმის პირველ შვილს ქვია მინოსი. ეს არის კრეტის ცივილიზაციის მამა. და ამ ცივილიზაციის მამის გარდა ყავს კიდე დედა და ამის დედა ქართველი ქალია, კოლხი ქალია, რომელიც მოგეხსენებათ ახლა ამ კოლხებზე მინდა გითხრათ, ეს არ არიან მარტო თქვენ არ ახართ, ანუ მარტო მეგრელები არ არიან. კოლხები მაგ დროს ვართ ჩვენ ერთად, ქართები და მეგრელები. სვანები უკვე წასული არიან თავისი ენით. ეს მოხდა ძველი წელთაღრიცხვის მე-19-მე-20 საუკუნეში. მაგრამ იმ დროს ძველი წელთაღრიცხვის რაღაც მე-17-მე-13 საუკუნეებში ჩვენ ვართ ერთი ხალხი, ერთი ენა, დაახლოებით ყველაზე უფრო ის ენა გავს დღევანდელ ქართულ ენას. დედას დედა ერქვა და მამას მამა. ყოველ შემთხვევაში. მაგრამ ეს იყო აღმოსავლური დიალექტი. მეცნიერულ მაგალითებს არ მოვიყვან, მარტო ერთს ვიტყვი. ტყავი, იცით ქართული სიტყვა, მეგრულად არის ტყები. მაგრამ მეგრულ დიალექტში, ანუ კოლხურ დიალექტში, როდესაც დიალექტი იყო, ჯერ ენა არ იყო ჩამოყალიბებული, უნდა არსებულიყო სიტყვა წესიერად ნაწარმოები. ხო იცით როგორცაა წესიერად, ას შეესატყვისებაო. ანუ უნდა ყოფილიყო ტყოვი და გვაქვს ბერძნულში ეს სიტყვა კოვოს, ტყოვიდან მიღებული, რაც ნიშნავს ოქროს საწმის. ანუ დადასტურებული გვაქვს ის დიალექტი ბერძნებმა შემოინახეს, რომელიც მაგ დროს ჰქონდა. ანუ მაგ დროს ჩვენ ერთიან ენაზე ვლაპარაკობთ. ჩვენზეა ლაპარაკი. ჩვენი ცივილიზაცია და ამ ცივილიზაციის წარმომადგენელი იყო კრეტა მიკენის მსოფლიოს უდიდესი ცივილიზაცია, ყველა დროის ყველა დიდი ცივილიზაცია, 500 წლიანი მშვიდობა, ეგრეთ წოდებული პაქს მინოიკა. ამის ფუძემდებელი მინოსთან ერთად არის მისი მეუღლე პასიფაე. ამ ქალმა ჩამოიყვანა თქვენთვის ძალიან კარგად ცნობილი ანტიკურობის საოცრება, ინჟინერი, გამომგონებელი და ასე შემდეგ დედალოსი, რომელმაც მოგეხსენებათ ამ ტყვეობიდან თავის დასახსნელად ფრთები გააკეთა და შვილთან იკაროსთან ერთად იქიდან გაბრინდა, შვილმა არ დაუჯერა, ნაღვა ავიდა და ცვილი დაუგნა და ჩამოვარდა და იკაროსის ზღვა ასე გაჩნდა. ესაა ცივილიზაცია, რომელშიც ჩვენ ძალიან დიდი მონაწილეობა მივიღეთ. ამიტომ მე თუ კი ვინმე ჩვენთან გაკარებული იყო, მათ შორის ჩვენი ნათესავები, მათ შორის ჩვენი მოყვრები, ჩვენი სიძეები, ყველანაირი ოდისევსები და ტელეგონესები და ასე შემდეგ, ყველანი აღწერე ამ წიგნში და ესაა წიგნი, რომელმაც შემოინახა ჩვენი კვალი მსოფლიო მითოლოგიაში. ის ხალხი, რომელიც რა ვიცი ახლა თუ კი ვინმე ხატვარი გაგიგიათ, ყველას ყავს დახატული მაგალითად პასიფაე, ყველა მიცის დედალოსის ამბავი. აბსოლუტურად ყველამ გადასარევად იცის, არიადნემ რა მიაწოდა პერსევსს და საიდან გადარჩა თესევსი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეხლა მაინდამაინც სატრაბახო შეიძლება არ არის, მაგრამ
მინოტავრი რო იყო ხარისთავიანი ვინმე მაგის დედა არის ბასიფაე ანუ ეგ მინოტავრი კაცმა რომ თქვას მამით კი არის პოსეიდონიშვილი და ბერძენი მაგრამ დედით ქართველია და მაგ დროს სხვა შორის ეთნოსი განისაზღვრებოდა როგორც ისრაელში დღემდე განისაზღვრება დედით დედა ქართველია ესე იგი შვილი ქართველია ამიტომ არიადნეც ქართველია ფედრაც ქართველია და ერთხელ თბილისში ფედრა რო დაიდგა კარგად და ზინაიდა კვერენჭხილაძე ასრულებდა მე პატარა სუფრა იყო და იქ მეც ვიყავი მაშინ სტუდენტი ვიყავი და ხალბატონმა ზინაიდამ თქვა რომ ამ ფედრაში რაღაცა ქართული დავინახეო და მე ვთქვი უნდა დაგენახათ იმიტომ ქართველი იყო ეს ფედრა მაგრამ ჩვენ ქართველებმა ამის შესახებ არ ვიცით წარმოიდგინეთ ერთი წამით რომ რუსი ყოფილიყო რომელიც ამბობენ ეტრუსკია და რუსკია და ამ ჯგუფზე არიან და წარმოიდგინეთ სომეხი რო ყოფილიყო რა მოხდებოდა და ჩვენ ქართველები ისე ვიცევით თვითონ არაფერია იყო და იყო რა თითქოს არაფერი არის ამ ციგნის მერე შეიძლება ეს დამოკიდებულება ოდნავ შეიცვალოს და მეორე ციგნითაც წარმოვდექით თქვენს წინაშე ქვია ფეხბურთის კაცი ესა ჩემი მოგონებები და აზრები ფეხბურთზე ეხლა ფეხბურთთან დაკავშირებით მინდა გითხრათ ეს ციგნი დაიწერა წინწრებად უფრო ადრე ვიდრე ფეხბურთში მოხდებოდა რევოლუცია ფეხბურთში რევოლუცია როგორ მოხდა თქვენ იცით ერთი წინვალე ფეხბურთელი დაგვება და გააღწია საფეხბურთო სივრცეში ნამდვილში ანუ ევროპაში სადაც ყველანაირად გვეუბნებიან არ უნდა გააღწიოთ ვიზა ლიბერალიზაცია არ გინდათ სამშობლო თუ გიყვარს რად გინდა ევროპა ნახეთ რა კარგი ჭკვიანი ხალხია ვიღაცა ალუდას ცოლი მიყავს ამერიკაში ორსული დღე-დღეზე კი ნახამ თვითონავში მშობია რო იქ მშობია რო და მისი შვილი ამერიკელი გახდა და მე მეუბნება შენ არ წახვიდეო მე მინდა ვიცი არ უნდა შენ არ გინდაო თვითონ გადასარევად იციან რა სიკეთეა ევროპა და ამერიკა ოღონ ჩვენთვის არ ემეტებათ და მე გეტყვით რა სიკეთეა ძალიან მოკლედ ოდესღაც ვიყავი ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე და მე მეხებოდა ძალიან პატარა ნაწილია მაგ ვიზა ლიბერალიზაციის კერძო როდესაც იმათ გადაწყვეტილება მიიღეს მერე 27 ქვეყანას უნდა მიეღო იგივე გადაწყვეტილება ყველას თავთავის პარლამენტში ერთს რო ეთქვა არა ვარ თანახმაო ერთი უნგრეთი მაშინ რო გამოჩენილიყო ჩვენ ვიღუპებოდა ამიტომ მე და თედო ჯაფარიძე ისეთ საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე იყო ორი კომიტეტის თავმჯდომარე დავხეტიალობდით ამ ქვეყნებში და ვეხვეწებოდ პირველი ხვეწნა მოხდა საბერძნეთში საბერძნეთის სენატში გამოვდიოდი და ვთხოვე რომ თქვენ იყავით პირველი ქვეყანა ვინც ამას დაამტკიცებს იმათ თქვენს ჩვენ ვიქნებით მაგრამ ჩვენ თქვენზე ნაწყენი ვართ მედიას გამო რატო შვილები რო დახოცავ ეგ არ მოგვეწონაო მე უთხარი კი მაგრამ შემთხვევით მე კლასიკური ფილოლოგიის წარმოადგენელი ვარ და ამდენი რო იცით რომ მედიამ შვილები დახოცა აგერ ძეგლი რო უდგას და შიქ პარლამენტში რო გიდგათ მისი ქანდაკება ამ კაცმა მე უთხარი ჰერაკლესი იგულისხმება არა მარტო სამი შვილი დახოცა მედიამ მხოლოდ ორი არამედ ცოლით ზედ მიაყოლა ეგო გაგიჟდაო და ჩვენი მე უთხარი გიჟი დაიბადა რა შეა საქმე ახლა ეგ რა ახსნა არის რა თქმა უნდა მითოსი ასე მარტივად არასოდეს არ განიმარტება შვილის მოკლა მითოში მართლა შვილის მოკლა ხო არ ნიშნავს ეხო სხვა რაღაცას აღნიშნავს ეხო სხვა სიდიდეებია მედია შემთხვევაში ეს ნიშნავს გონების ისეთ გამარჯვებას გულზე რომ დედას შეუძლია ტვინით საშინელება გააკეთოს ანუ მოერიოს თავისთავად მე არ მითხრას ახლა ვინმე რომ ბერძნები ღელავენ მედიაშვილებზე და მედიაშვილები არ უყვარდა მითოში ასეთი რამ ნათქვამი არ არის ასეთი რამე სხვა ძეგლშია ნათქვამი ჩვენ წმინდანს აქვს ნათქვამი შვილების გაგონება არ მინდა სახელისო ეხლა რა შეეხება იმ ხოდა მოგცეს ბერძნებმა იმიტომ რომ დავემუქრე რომ თელ მსოფლიოს მოვდებ ახლა კუნძულზე რა ქენით მეთქი და კუნძულზე რა ვქენითო მკითხეს თურმე
მარტო ჩვენს პარლამენტში კი არაა საქმე ისე რომ არავინ არაფერი არ იცის. საბერძნეთის პარლამენტში არ იცოდნენ კუნძულ ლემნოსზე რა მოხდა. კუნძულ ლემნოსზე ასეთი რამ მოხდა. ქალებმა ღმერთ აფროდიტეს დაუგვიანეს შესაჭირავი. ისე ეწყინა რომ ყველა ქალს სუნი აჰკიდა და კაცებმა ეს სუნი რომ თხის სუნი რომ იყნოს ეს ქალებზე უარი თქვეს და მოიყვანეს თრაკიელი მონაქალები ცოლებად. ნაწყენმა ქალებმა მთელი კუნძულის მამრობითი სქესის მოსახლეობა ამოწყვიტეს. და მეუთხარი სანამ მედიასთან პრეტენზია გექნებათ შვილებთან დაკავშირებით, შვილები, ძმები და მამები რო დახოცეთ კუნძულზე, ის საქმე გავარჩიოთ ჯერ მეთქი. მეუთხარი ეგ არ მოეწონა ცხოვრჩურის. მაგრამ მოგცეს მაშინ ვიზა ლიბერალიზაცია პირველი ქვეყანა ვის დაგვიმტკიცა საბერძნეთი იყო. ბოლო ქვეყანა იყო ლუქსემბურგი. საერთოდ ისინი ფეხს ითრევდნენ საფრანგეთი, იტალია და გერმანია, რო იცოდეთ ისე. დღესაც ეგენი იქნებიან ავანგარდში, რომელიც აგვართმევენ იმას, რაც მაშინ მოგცეს და იცოდეთ, რომ წაგვართმევენ ამ ხელისუფლებას, რომ მოვიშორებთ. მერე მეორე დღეს ვერ დავიბრუნებთ იმას, რასაც ამას დრო დაჭირდება. ამიტომ ეს მავნებლები ძალიან ცუდ საქმეს გვიკეთებენ უკვე. სანამ რამე დაშავდება მანამდეც. რაც შეეხება მეორე წიგნს. ფეხბურთში მოხდა გარღვევა, მოგეხსენებათ, ქართველმა ფეხბურთელმა გააოცა მთელი მსოფლიო, ბოლოს 2.74 სანტიმეტრზე ბურთი დააფიქსირა ჰაერში და ზინედინ ზიდანის ნახტომს რამდენიმე სანტიმეტრი წაასწრო ზემოთ ისე რომ შეიძლება საფრანგეთის ჩემპიონატის ლოგოც კი გახდეს ეს ნახტომი. ჯერ სად არიან ჩვენი ბიჭი კიდევ ბევრ რამეს აჩვენებს, იმიტომ რომ მას განსაკუთრებული ტალანტები აქვს. ფეხბურთი ვისაც უყვარს ეცოდინება, რომ საქართველოს არასოდეს არ ქონია პრობლემები ტალანტებთან დაკავშირებით, ჩვენ უამრავი კარგი ფეხბურთელი გვყავდა, მაგრამ ეს კარგი ფეხბურთელები ზოგი თავს ვერ იკავებდა და ხან ღვინოს მიეძალებოდა, ხან ნარკოტიკებს, ხან უკანასკნელი ფულით რასაც იშოვდა BMW-ს იყიდდა და თბილისში ამას აგრიალებდა ფეხბურთის თამაშიც. ხვიჩად მარაცხელია, რაც კარგად ითამაშეს, იმაზე უფრო მეტჯერ 500-ჯერ მეტ ვარჯიშობს მაგის მერე. იმიტომ რომ ამისი ჩვენ მთელი ტალანტი ჯერ არ გვინახავს. ჯერ კიდევ ბევრს ნახავთ, ეს ძალიან წინწავა. მე ვერ მოვასწარი ამის აღნიშვნა წიგნში, იმიტომ რომ მანამდე ვწერდი სანამ ეს ამბები მოხდებოდა, მაგრამ ვიცინასწარმეტყველე, რომ ჩვენ ფეხბურთში წინ მიდივართ, რატო? საერთოდ ნაცია სადმე წინ თუ მიდის, ეს ნიშნავს, რომ იგი სიცოცხლეს აპირებს. ჩვენ მომაკვდავი ნაცია რო ვიყოთ, ბიზნესთან ერთად ჩავიზირებოდით და მამუკების დონეზე დავრჩებოდით. მაგრამ ჩვენ ასე არა ვარ, ჩვენ სიცოცხლეს ვაპირებთ. ამის ნიშანი არის თქვენი განუწყვეტელი პროტესტი, სიცოცხლის უნარიანობის ნიშანია. იმ ბიჭის თამაში და კიდე ქართველი ხალხის უამრავი წარმატება, რომელიც წინ გვექნება. მე ამ წიგნზე ბევრს არაფერს არ ვიტყვი, თავარი სათქმელი მასში არის ასეთი, რომ ჩვენ ევროპის ნაწილად მიგვაჩნია ჩვენი თავი. ყველამ ძალიან კარგად იცით, ვისაც ფეხბურთი უყვარს, როგორ გვინდა ჩვენ მოხვდეთ, როგორ გვინდოდა მომხდარიყავით მაგალითად ევროპის ჩემპიონატზე. ჩვენ მოხვდით ევროპის ჩემპიონატზე და ჭკუაზე არ ვიყავით, იმიტომ რომ ასეთი წარმატება სპორტში ყოველ შემთხვევაში ჩვენ არ გქონია. ეს უდრიდა 500 ოლიმპიურ მედალს და ბევრ რამეს მოგეხსენებათ ფეხბურთი რა არის და როგორი მნიშვნელობისაა. ეხლა ჩვენ რომ მოხვდეთ მსოფლიო ჩემპიონატზე, ხო ხვდებით, რომ მოხვედრაც კი რა იქნება და რაზე იმიდა სხვა. და ჩვენი მოხვდებით აუცილებლად. და ჩვენი ევროპელობის მთავარი ნიშანი არის ეს. ჩვენ მაგ მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა თუ იქნებოდა ჩვენთვის ყველაფერზე მნიშვნელოვანი, შეგვეძლო 500-ჯერ. აი რამდენჯერაც მოვინდომდით, იმდენად იქ ვიქნებოდით, იმიტომ რომ ჩვენ შემოგთავაზეს გეოგრაფიულად თქვენ ხართ აზიაში, შედით აზიის ჯგუფში, ეთამაშეთ აზიის გუნდებს და გადით მსოფლიო ჩემპიონატზე და გავიდოდით. იმიტომ რამენაირად თურქეთიც კი არ მონაწილეობს მაგ, ისიც ევროპაშია. წარმოიდგინეთ, პაკისტანის და ინდოეთისთვის უნდა მოგვეგო ფეხბურთი, რაც შეუძლებელია არ გააკეთო. ყველას უგებთ მაგას.
და ჩვენ ვიქნებოდით მსოფლიო ჩემპიონატზე, მაგრამ ჩვენ თვითონ ჩვენ ასე არ გვინდა. ჩვენ გვინდა იქიდან, საიდანაც გვეკუთვნის, ანუ ევროპიდან. ძნელი გზა გვირჩევნია. გვირჩევნია, რომ ესპანეთი გვყავდეს მეტოქეთ, გვირჩევნია, რომ მსოფლიო ჩემპიონებს ვეთამაშოთ და ისე მოვიგოთ და ისე მოხვდეთ იქ. და ახლა სწორედ მაგას ვაპირებთ. და გაძლევ სიტყვას, რომ ახლა ჩემი ზიგნი რა დაეხმარება არ ვიცი, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ მაგასაც მივახცევთ ჩვენ. მე მინდა მადლობა გითხრათ იმისთვის, რომ ასე მტკიცედ გახართ აქ. ასე აგრძელებთ ამ ბრძოლას. ჩვენ ყველაფერს მივახცევთ. ჩვენ იმ ხელისუფლებას, რომელიც გოგოებს დაძდევს, როთმებში მოკაჩოს, ვითომ იმ ხულიგან ეგრეთ წოდებულ პოლიციელებს, რომელიც გადაგვარდნენ ჩვენს თვალწინ. უმეტესობა მათგანი ჩემი სტუდენტებია, წარმოგიდგენიათ ლათინურს ვასწავლიდი იურისტებს. ხო და ლათინური იმისთვის ისწავლეს თურმე, რომ ქართულად დედას იგინებოდნენ და პოლიციელი მაგალითს გვაძლევს უზრდელობის, გაუფლელობის, უტვინობის, წინ დაუხედაობის, ვითომ ბიძინას გარდა არავინ არასოდეს არ იქნება. ბიძინა კი არა, დავით აღმაშენებელი მოკვდა, კაცო, მაგან გადააჭარბა უკვე იმასაც, რომელიც ის კაციც არის. როდის აღადგენენ გელათის ტაძარს, რომ იუნესკოს სიამოვნებით გიპასუხეთ კითხვებზე, ახლა უბრალოდ მოამრგვალებს თქმას. მე მინდა ერთი რამ გითხრათ. როდესაც ადამიანი პროტესტს გამოხატავს, ფაქტობრივად ის ჭანჭიკი ერთი არსება უპირისპირდება სახელმწიფოს, რომელსაც აქვს ხელში უამრავი იარაღი. მათ შორის შეუძლია ყველა დააჯარიმოს, აგერ მოქალაქეს უთხრას, რომ შენი მანქანა არასწორ ადგილას დგას და გადაიხადე 5,000, თუმცა მოქალაქეს მანქანა საერთოდ არ ყავს და ასე შემდეგ. ეგ მოიფიქრეს, კი. ბიძინა ივანიშვილი აღმოჩნდა შემოქმედი კაცი, ამ თვალსაზრისით ბევრი რეპრესიული მექანიზმი მოიფიქრა, რომელზეც შევარდნაძეებს და სხვებს წარმოდგენაც კი არ ქონია. ბევრი მოიფიქრა. ანუ ნიჭიერი კაცი არის ამ თვალსაზრისით. ან რატო არ უნდა იყოს ნიჭიერი კაცმა წერა კითხვა არის ის რაღაცა ხო უნდა ქონოდა, რომ ფული ეშოვა. ამ ხელა ფული რო იშოვა. ესე იგი რაღაცა ტალანტი აქვს. ციგნების კითხვით არ უშოვია. იმიტომ რომ 33 ქართული ასო ვერ ისწავლა, ერთხელ თხოვე მითხარია და თავიდან ბოლომდე ა ბ გ დ და გაჩნდა შუაში როგორც საქართველოს ტელევიზიით რო გამოდიოდა და თქვა ახლა ბარათაშვილის ლექსის ციტატა უნდა მოვიყვანო და ნახევარი საათი კორესპონდენტი ეხვეწებოდა იქნებ სხვა საკითხზე გადავიდა არა უნდა ვთქვაო და ვერ გაიხსენა ბატონო ჩვენ გაგვიხარდა რომ ბარათაშვილი ყვარებია იმიტომ რომ რაღაცა იმედი გქონდა მაგრამ ნუ არ მართალი გითხრათ ეს ბრძოლა ჩვენ კი მოგებული გვაქვს მაგრამ ამ ბრძოლას გაგრძელება ჭირდება. აღმოჩნდა, რომ ეს არ არის 100 მეტრიანი სირბილი, ეს არის უფრო გრძელი დისტანცია. არ დაიღალოთ ხალხო, არავითარ შემთხვევაში ეს ბრძოლა არ დამთავრდება ისე, როგორც ჩვენს ხელისუფლებას წარმოუდგენია. ის ძალიან უბადრუკი ადამიანები, რომლებიც გვემხრებიან და გვეუბნებიან, აბა ომი გინდათო. ხალხო, ომი რო არ ყოფილიყო, თბილისს როგორ დავიბრუნებდა დავით აღმაშენებელი და ვინ იტრაბახებდა მაშინ იმით, რომ სელჩუკების უზარმაზარ არმიას გაუსწორდით. რას ქვია ომი გვინდა? მთელი ჩვენი ისტორია ომია. და თვითონ რომ ამბობენ, ერეკლე ზეგლი უნდა დაუდგათოდე, ხო იმით ტრაბახობენ, რომ მეომარი კაცი იყო. თუ იმით უნდა ვიტრაბახოთ, ძროხებს რო დაპირდა რუსეთს სამარცხვინო ტრაქტატით, რომელზეც აეხლა ვიღაცა სიმონიანმა ვითხრა აქ მოხოხტაო და მუხლებზე ეგდო და კიდე მოხოხტებიან ქართველებიო. და ჩვენ ამ შეურაცხყოფას ხელისუფლების დონეზე პასუხიც კი არ გავეცით. ეს ხო ჩვენი შეურაცხყოფა იყო. ეს ხო მაგათი შეურაცხყოფაც იყო. მაგრამ არა უშავს. ყველაფერი კარგად იქნება, მე კიდევ ერთხელ მოგესალმებით და გისურვებთ წარმატებას, ყველა ერთად ვიქნებით წარმატებული. და როდესაც გავიმარჯვებთ, აუცილებლად გეწვევით ახალი წიგნებით და მე ბევრი მაქვს კიდევ. გაიხარეთ, დიდი მადლობა. გაიხარეთ.
სანამ გადავალთ კითხვა-პასუხის რეჟიმზე, ზვიად ვთხოვთ კვარაცხელიას მიკროფონთან. მოგესალმებით, ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებული პატივია და სასიხარულო, რომ მეძლევა საშუალება შეუერთდე უწყვეტ პროტესტს ზუგდიდში, ნახევარშობლიური ჩემი ძვირფასი ადამიანები და ასევე მეგზურიც ვიყო ესეთი უნიშნელოვანესი ავტორების შემშობლიურ ქალაქში. ბატონ ლევან, დიდი მადლობა თქვენ ჩამოგზავნებისთვის. ჩვენ არაერთხელ ყოფილვართ ზუგდიდში, სხვადასხვა წიგნით, სხვადასხვა ფესტივალზე, სხვადასხვა ამოცანით. ჩვენ გავიმეორებთ